ვიზრა სტრატეგია და გეგმა აქვს თვითმმართველობის საარჩევნებამდე თვენახევრით ადრე. ნაციონალური მოძრაობა კვლავ მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გამოსავალი მხოლოდ ეს არის და რეჟიმის დემონტაჟი ქუჩაში მშვიდობიანად უნდა მოხდეს. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილმა. პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების არჩევნებში მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია, არანაირი მესამე გზა არ არსებობს, წერს ლევან ხაბეიშვილი. ეხლა საფრთხეში უნდა მოხდეს მშვიდობიანი რევოლუცია, ამის გარდა ალტერნატივა არ არსებობს, იმიტომ რომ საარჩევნო პროცესი მკვდარია, როცა ქვეყანაში დიქტატურაა დამყარებული, საარჩევნო უბნებზე არ წყდება ქვეყნის ბედი. კონკრეტული თარიღები როცა არის ხოლმე ვიღაცისთვის პრობლემური პოპულაციის შიგნით, ეს გახავთ ძალიან გაუგებარი, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ მშვიდობიანი დემონტაჟისთვის ამ რეჟიმის და არაფერი ახლა რაღაც განსაკუთრებული არ თქმულა ჩვენ მიერ და მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ლიდერის ერთ-ერთის ლევან ხაბეიშვილის მიერ ჩვენ ქუჩაში უნდა მოვახდინოთ ამ სისტემის დემონტაჟი. მე ლევან ძალიან პატივს ვცემ, ძალიან ყოჩაღი ბიჭია, ძალიან გულადი ბიჭია და ძალიან მონდომებული. უბრალოდ და ვიცი რომ მე ეჭვი არ მეპარება რომ ლევან ხაბეიშვილს უნდა ამათი დამარცხება ამ ხელისუფლების. უბრალოდ ჩვენც ანალოგიურად გვინდა რომ ესენი დავამარცხოთ და გამოვყაროთ ამ ხელისუფლებიდან, მაგრამ ჩვენ სხვანაირად უყურებთ ამ პროცესს, ჩვენ აბსოლუტურად სხვა სტრატეგია გვაქვს, ლევანს და დანარჩენებს სხვა სტრატეგია. ჩვენი გზები მანდ იყოფა, ჩვენ გზაზე გაგვიმარჯოს, ლევანს თავის გზაზე. აი გეგმას უწერია განხორციელება, აი რევოლუციურ სცენარს თქვენი შეფასებით უწერია. აღდგომა და ხვალეო, მაგას გავიგებთ 4 ოქტომბერს. ჩვენ ხაბეიშვილის ამ მოწოდებებზე არასდროს რაღაც სერიოზული კომენტარი არ გაგვიკეთებია. 13 წელია ეს ადამიანი სულ ვიღაცის დამხობით იმუქრება და ეხლა ეს ახალი ტერმინი გაჩნდა კიდევ მშვიდობიანი დამხობა. არ ვიცით, არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენთვის ნებისმიერი რადიკალური ძალადობრივი რაღაც მოქმედება არის მიუღებელი თქვენ ეს ისეთ კარგად და ამიტომ ვართ ჩვენ არჩევნებში რომ არ ვემხრობით რადიკალურ სცენარებს, ხო? და თან ახლა მით უფრო მას თუ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, რომ ეს მშვიდობიანი თუნდაც რევოლუციით შეცვლის ოცნების ავტოკრატიულ რეჟიმს, კი ბატონო აიღოს პასუხისმგებლობა და თუ ვერ შეცვლის, მერეც ინებოს და გამოვიდეს და აღიაროს, რომ არ აქვს მას არანაირი რესურსი და ტყუილა პირდებოდა ხალხს და მათ შორის ტყუილა მოუწოდებდა ხალხს არჩევნების ბოიკოტის. ხაბეიშვილი არის ესეთი პოლიტიკური კარიკატურა, რომელიც რაც უფრო მეც ილაპარაკებს, მით უფრო კარგი იქნება ზოგადად ვიქნაიდან აი ეს არის ის დარჩა რადიკალური ოპოზიციიდან დღეს და რა თქმა უნდა მათ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ. უბრალოდ კარგია მეტი ილაპარაკონ, მით უფრო მეც გაიგებს ამ ადამიანების შესახებ ჩვენი საზოგადოება. ბატონი ანიტა, რომელიც უკვე კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა საზოგადოების თვალში და პოლიტიკაშიც, რა თქმა უნდა, თუ მას პოლიტიკაში ყოფნას შეიძლება უწყობი ადამიანი შეიძლება უწოდოთ, ეს ადამიანი იმასაც კი ვერ ბედავს, რომ რეალურად რა დავალებაც მიიღო, ეს დავალება უბრალოდ გააჟღეროს. მაგალითად, მიღებული აქვს დავალება, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობას ხელი შეუწყოს. და ეს ამ ყველაფრის ტირაჟირებაც უნდა მოახდინოს, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ბედავს და საუბრობს მშვიდობიან გადატრიალებაზე. მშვიდობიანი გადატრიალება რას ნიშნავს? ეს სიტყვათა წყობა, რა თქმა უნდა, ყველასათვის გაუგებარია. მთავარია ყველამ იცოდეს კარგად, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები თავის სიმაღლეზე დგას, შესაბამისად ყარა დგას ქართული საზოგადოებაც, ქართული ოცნების გუნდის და არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოაწყოს, ან როგორც მაგალითად ერთ-ერთმა სკანდინავიერმა მაღალჩინოსანმა თქვა, ჩვენს ქვეყანაში მაიდანის მოწყობის მცდელობას გქონდეს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები უკვე საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულნი. არჩევნებში მონაწილე პარტიების სამოქმედო სტრატეგიას, გეგმებს, განცხადებებსა და შანსებს ოპონენტები აფასებენ. ოპოზიციის განცხადებით, მთავარი გამოწვევა სისტემასთან ბრძოლა და მისი დამარცხება. მართლ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია მარცხისთვის განცდილია. კარგად გვესმის, რომ ჩვენ ამ კანდიდატებთან პოლიტიკური ბრძოლით უპირისპირდებით ოცნების სისტემურ პოლიტიკურ კორუფციას და მათ მიერ ჩამოყალიბებულ სისტემურ ავტოკრატიას. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნებიან კანდიდატები. ჩვენთვის თავარი გამოწვევა არის აი ამ სისტემასთან ბრძოლა, სისტემასთან, რომელიც ახალისებს კორუფციას, ახალისებს ძალადობას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ავტოკრატიული რეჟიმი. ამიტომ კანდიდატების ინდივიდუალურ შეფასებას აზრი არ აქვს, ვინც არ უნდა იყოს მათი კანდიდატი, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი მთავარი მტერი ამ შემთხვევაში არის საქართველოს მტერი, საქართველოს მტერი არის ქართული ოცნება. რადიკალებს ელოდებათ ძალიან მძიმე
მარცხი 64-ვე მუნიციპალიტეტში, ხოლო თუ ისინი შეეცდებიან კანონის დარღვევით პროცესების უკანონო რელსებზე გადატანით რაიმე ფორმით მიიღონ, ასე ვთქვათ, ბენეფიტი, აი ამ უკანონობიდან ბუნებრივია სახელმწიფო იქნება შეუვალი და კანონის სრული დაცვით იქნება ყველა ის შემთხვევაზე პასუხი გაცემული და რეაქცია გაკეთებული, რაც თავის თავში შეიძლება მოიცვას უკანონობა და უკანონო პროცესების წარმოება საქართველოში. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც წინა საარჩევნო პერიოდის დაწყებისთვის ქვეყანაში არსებულ გარემო სპეციალური ანგარიშით შეფასდა გადაწყვეტილების მიზეზად ორგანიზაცია არჩევნების ჩასატარებლად ქვეყანაში არსებულ არასათანადო მდგომარეობას ასახელებს. მნიშვნელოვან გზამკვლევს ჩვენთვის წარმოადგენდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, როგორც ამ გაერთიანებაში გაწევრების კანდიდატი ქვეყნისთვის, წამოყენებული მოთხოვნა, რომ ქვეყანამ ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები. სამართლიანი არჩევნების მოსაზრებით ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის ის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, ქვეყანაში დიდწილად არ არის დაცული, რითაც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. აქედან გამომდინარე, სამართლიანი არჩევნები მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. ჩვენ მნიშვნელოვანწილად უკვე შეგვიძლია არსებული გარემოს გათვალისწინებით შევაფასოთ, თუ რამდენად არის უზრუნველყოფილი დემოკრატიული არჩევნების პრინციპების განსახორციელებლად არის საჭირო მინიმალური პირობები ქვეყანაში და ამ მხრივ, როგორც აღინიშნა, სამი პირობა, რაც მათ შორის ვენეციის კომისიის მიერ არის განსაზღვრული და რომელსაც მიერთებულია საქართველოს, სამივე ნორმა არის მნიშვნელოვნად დაყვეული, მათ შორის ითქვა ცვლად ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ქვეყანაში და ასევე პროცედურულ გარანტიებზე, რაც გულისხმობს არჩევნებზე დაკვირვების მაქსიმალურად ფართო შესაძლებლობის არსებობას ქვეყანაში და საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, სამწუხაროდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტიის ფაქტობრივი კონტროლი საარჩევნო ადმინისტრაციაზე კიდევ უფრო გაძლიერდა. პოლიტიკური შეფასებების თემაა მაკ-კეინის ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გრანტების შესახებ. მაკ-კეინის ინსტიტუტმა ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან 9 მილიონიანი გრანტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მაკ-კეინის ინსტიტუტმა გაავრცელა. როგორც მაკ-კეინის ინსტიტუტში აცხადებენ, გრანტი უნდა მოხმარდეს პოლიტპატიმრებისა და ძევლების ინტერესებისთვის ბრძოლას, ხოლო გრანტი იქნება საწყისი დაფინანსება პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის. საერთაშორისო კუთხით, რა თქმა უნდა, სხვა აქტორების მიერ აქტუალიზება გარკვეული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პატიმრებთან დაკავშირებით კამპანიების, ეს რა თქმა უნდა იწვევს ხოლმე, ესე არის ცნობილი, უფრო მეტად ზრდის ალბათობას, რომ კონკრეტული პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს, ანუ არაფერი ახალი ამაში არ ყოფილა, როდესაც უფრო მეტი პოლიტიკური აქტორი, უფრო მეტი, თუნდაც ორგანიზაცია, უფრო მეტი ჩვენი პარტნიორი საუბრობს და აქტიურად ეწევა კამპანიას კონკრეტული პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების, რა თქმა უნდა, მისი გათავისუფლების ალბათობა იმატებს. საქართველოში სამწუხაროდ უცნებად არ დატოვა არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც სამართლიანად დაიცავს ამ ადამიანის უფლებებს. ერთადერთი, ვინ შეიძლება ეს გააკეთოს, არის ძლიერი არასამთავრობო სექტორი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და ხალხი თუ ვინმე ამაში დახმარებას გაუწევს საქართველოს, რომ საქართველოში დაცული იყოს უკანონოდ დაპატიმრებული პოლიტიკური პატიმრების ინტერესები და უფლებები, ახლა ამაში მეგონი ცუდი არაფერია. როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი და ის უბედურება დატრიალდა, მაკ-კეინის ინსტიტუტის ერთ-ერთი მაღალჩინოს არის აღმასრულებელი დირექტორი ამერიკის ხმას აძლევდა ინტერვიუს, სადაც სიცილით და ქილიკით საუბრობდა საქართველოში თუ მეორე ფრონტი გაიხსნებოდა და შესაბამისად ადამიანები გარდაიცვლებოდნენ, ამ ყველაფერზე ქილიკობდა. ამავე განცხადებაშიც მაკ-კეინის ინსტიტუტმა დაადასტურა, რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერიო და უზრუნველყავით, რომ ნიკა გვარამია შეწყალება მოხდარიყო. ვინ შეიწყო?
მიღმა სალომე ზურაბიშვილმა. როდესაც გალბატონ ზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებენ და სხვა პირებთან გვერდით აყენებენ, მაშინ კეთილი ენება მაკენის ინსტიტუტს და იმ ადამიანის სახელი და გვარით ჩაეწერა სიაში, რომელმაც მაკრონს სილა გააცნა და შემდეგ 14 თვით პასუხისმგებლობა დაეკისრა. მაგრამ ასე განცხადება არ გაუკეთებიათ, რატო არ გაუკეთებიათ? იმიტომ რომ ის ადამიანი არ არის გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი. მაკენის ინსტიტუტი არის Deep State-ის ჰიბრიდული ინსტრუმენტი და ჩვენ ბოლო წლების გამოცდილებითაც ვიცით, რომ ზუსტად მაკენის ინსტიტუტიდან როგორც ცდილობდნენ საქართველოში ძალადობრივი პროცესების განვითარებას, არეულობის მოწყობას და ამაში საკმაოდ მსხვილი თანხები იხარჯებოდა ამ ორგანიზაციის მხრიდან. ჩვენ ასევე ვიცით, რომ მაკენის ინსტიტუტი როგორი სიზრუილით გამოირჩევა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ და ასევე ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ კონტრაქტორი არის მაკენის ინსტიტუტის და ის რასაც აცხადებს, სწორედ მაკენის ინსტიტუტის ლეგიტიმაცია გააჩნია, მხოლოდ სხვა შემთხვევა არის, რომ ამ ინსტიტუტის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იქნება წარმოებული, არის ამაო და შედეგს ვერასდროს ვერ გამოავლენს. ევროკომისიამ Heritage Foundation-ის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს მაჩვენებელი წლიური გაანგარიშებით 0.5 პუნქტით გაუმჯობესდა და შეფასების 100%-იანი სისტემით 55.3% მიიღო. სასამართლოს ეფექტიანობით საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ბალტიის ქვეყნების შემდეგ მეოთხე ადგილზეა. Εμείς ეფექტიანობასთან დაკავშირებით საქართველოს უსწრებს არაერთ ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს და ეს არის ობიექტური რეალობა. ამ რეალობას ასევე ზურგს უმაგრებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების. ეხლა კითხვა ისმის ევრობიუროკრატების მიმართ, ვინაიდან თუ ისინი არ ინდობიან ევროკომისიის მიერ დაკვეთილ შედეგებს, მაშინ გამოვიდეთ, რომ მათ გააჩნიათ სუბიექტური განწყობები ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და ამ შემთხვევაში ფაქტი არის, რომ ისინი არიან არა ობიექტური შემფასებლები და გადაწყვეტილების მიღებები, არამედ ისინი სხვათა დავალებებს ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ შინაური თუ უცხოელი პირების მიერ განსაკუთრებული გავეშებული შეტევა მიმდინარეობს სასამართლო სისტემაზე და მართლმსაჯულებაზე, ამ ყველაფრის მიუხედავად Heritage Foundation-ი, რომელიც არც ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმისადმი დიდი სიყვარულითა და სიმპათიებით არ გამოირჩევა, ვერ გაურბის იმ ფაქტს, რომ სასამართლოს ეფექტიანობა არის გაზრდილი, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი არის გაზრდილი და შესაბამისად ნდობა სასამართლოს მიმართ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან არის მზარდი და საქართველოს წინ უსწრებს 4 ნატოს წევრ ქვეყანას, წინ უსწრებს კანდიდატ ქვეყნებს. სტაჟირების პროგრამა საჯარო სექტორში პრემიერის გადაწყვეტილებით 1 სექტემბრიდან საჯარო უწყებებში სამთვიანი ან აზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. განცხადების გაკეთება 10 სექტემბრამდეა შესაძლებელი. კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება, თანაბარ პირობებში კი უპირატესობა მაღალი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს მიენიჭებათ. შეუძლია უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, სტუდენტს, რომელიც არის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან სწავლობს მაგისტრატურაზე, ან 2024-25 წლის გაზაფხულის სემესტრში დაამთავრა ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა. მთავარი შერჩევის კრიტერიუმი იქნება აკადემიური მოსწრება, GPA, ხულათა საშუალო მაჩვენებელი და პლუს გასაუბრება. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება აკადემიურ მოსწრებას. არამოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მუდმივად საჭიროება ისეთი დეფიციტური მიმართულების სპეციალობების, როგორიც არის ჰიდროლოგები, გეოლოგები, სურსათისმუნებლობის და ვეტერინარიის მიმართულების სპეციალისტები და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება გაიარონ ფასიანი ანაზღაურებადი სტაჟირება ჩვენ სისტემაში და შემდგომ დასაქმდნენ სწორედ ამ დარგობრივი მიმართულებებით ერთის მხრივ მათ მიიღონ და აიმაღლონ საკუთარი კვალიფიკაცია და რა თქმა უნდა სამინისტროს მიეცეს საშუალება, რომ შესთავაზოს დასაქმების შესაძლებლობა ამ ახალგაზრდებს.